სიმდი ოსური რიტუალური წეკვაა. მასში ქალვაჟის ურთიერთობაა ასახული. მანდილოს მისადმი მოწიწებას მამაკაცი ცერებზე დგომით გამოხატავს. შავჩოხას გრძელი ჩამოშვებული სახელოები აქვს, რათა ვაჟის შიშველი ხელი ქალს შემთხვევითაც კი არ შეეხოს. ოსიერის ჩამოყალიბება ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეებში დაიწყო. როცა ჩრდილოეთ კავკასიაში სკვითურ სარმატულ ალანური ტომები გამოჩნდნენ და აბორიგენულ მოსახლეობას შეერევნენ. ქართველურ ტომებთან ურთიერთობაც სავარაუდოდ იმავე პერიოდში დაიწყო. საერთოდ ისტორია ისე წარიმართა ქართველებისა და ოსებისა, რომ საიდან იწყება და სად არის დასაბამი, უკვე რთული გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან შორიდან იწყება. მრავალსაუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს ქართველებსა და ოსებს ერთმანეთთან. ხა თუ დინასტიურ ქორწინებებზე დავიწყებთ საუბარს, ფარნავაზმა მე-3 საუკუნეში წელთაღრიცხვამდე თავისი და მიათხოვა ოსთა მეფეს. ოს ხელმწიფეთა ასულები ცოლად ჰყავდათ ქართულ მეფეებს, გიორგი პირველსა და ბაგრატ მეოთხეს. ოსი იყო თამარ მეფის დედა, ბურდუხანი. თამარის მეუღლესაც, ქართველთა ლაშქრის ლეგენდარულ სარდალს, დავით სოსლანს, ქართველი და ოსი წინაპრები ჰყავდა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება შერეული ოჯახებისა და ძალიან ბევრი ოჯახია და მე შეიძლება არ გადავაჭერბებ და ვიტყვი, რომ არც მეგულება იმ რეგიონში სამხრეთ ოსეთს რომ ვუწოდებთ ოჯახი, რომელსაც არ აყავს შერეული ოჯახი, ან სიძი, ან ძალი, ან მამიდაშვილის ცოლი, ან ბიძაშვილის ქმარი და ასე შემდეგ. ანუ ქართველები და ოსები თავიდანვე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და გარდა იმისი, ისე ვამბობ, რომ ამ ქორწინებებს, დინასტიურ ქორწინებებს სამხედრო ინტერესები ჰქონდათ, მათ ბუნება, ტრადიცია, ყოფა, ჩვეულება, ეთნოფსიქოლოგია გარკვეულწილად ახლოს იყო მათი და ამიტომ ისინი ადვილად ეთვისებოდნენ ერთმანეთს და ადვილად ქმნიდნენ ასეთ ოჯახებს. აგერ ეს სოფელიც თითქმის 60% ქართველები და ოსები ნათესავები არიან. ერთი მეორეს სიყვარული გვაქვს, ერთი მეორესთან მივდივართ, მოვდივართ, ყველანაირი ჭირილ ხინი ერთად ვიზიარებთ. დღესაც მეგობრობთ, გვიყვარს ერთმანეთი, ვართ ისე, როგორც შეეფერება საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ერს. ადრეფეოდალურ ხანაში ჩრდილოეთ კავკასიაში ალანთა ძლიერი სახელმწიფო შეიქმნა. ქრისტიანობა მე-6 საუკუნეში მიიღეს. სახელმწიფო რელიგიად კი მე-10 საუკუნეში გამოაცხადეს. მე-13-მე-14 საუკუნეებში თათარ-მონღოლთა და თემურლენგის შემოსევების დროს საქართველოში ოსების მიგრაციის ყველაზე დიდი ეტაპი დაიწყო. ისინი მაღალ მთიანეთში სახლდებოდნენ. მე-18 საუკუნის ბოლოს ქვეყანაში 6000-მდე ოსური კომლი აღირიცხა. ამჟამად საქართველოში 80,000-მდე ოსი ცხოვრობს. თბილისში მათი რიცხვი 20,000 აღწევს. დაახლოებით 30,000 სამხრეთ ოსეთში სახლობს. ოსები ქვეყნის ყველა რეგიონში ცხოვრობენ. კომპაქტური დასახლებები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია. მხოლოდ კახეთში 20-მდე ოსური სოფელია. საქართველოში მცხოვრებ ოსებს საკუთარი რელიგია, ადათ-წესები, კულტურა და ენა შენარჩუნებული აქვთ. თბილისში გახსნილია საკვირაო სკოლა, სადაც დედაქალაქში მცხოვრები ოსი ბავშვები მშობლიურ ენას სრულყოფენ. გაკვეთილების ჩასატარებლად აქ პერიოდულად ცხინვალელ სპეციალისტებსაც იწვევენ. სკოლის მოწაფეებისთვის შექმნილი სასწავლო მეთოდური მასალები კი საფუძვლად დაედება ოსური ენის ახალ სახელმძღვანელოს. ოსთა სწავლა განათლებაზე სხვადასხვა ცნობილი გახლავთ, რომ ქართველები ოდით განეზრუნავდნენ. აი არის ასეთი დვალის ცხოვრება, იქ ცნობილია როგორ ზრუნავდნენ ოსთა შვილებზე. მე რამდენიმე გიორგი მთაწმინდელს წაუყვანია რამდენიმე ბავშვი და იქ ოსებიც ყოფილან. ასევე არჩილ მეფეს თავის კარზე ჰყოლია ოსები, რომელსაც სასტამბოს საქმეებს ასწავლიდა და შემდეგ უკვე ოსები ჩართულები იყვნენ ისევე თბილისი იყო საერთოდ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრი
მთელს კავკასიაში საერთოდ ჰეგემონის როლი ჰქონდა და მე კარგად მახსოვს რომ ჩრდილოეთ ოსეთიდანაც სამხრეთ ოსეთიდანაც აქ მოდიოდნენ და თავიანთ კვალიფიკაციას აქ იმაღლებდნენ ოსები აქ სწავლობდნენ და სწავლა განათლებას უმთავრესად სწორედ აქ ჩვენთან ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში იღებდნენ. საუკუნეების მანძილზე მომხდურთა წინააღმდეგ ქართველი მეფეების მხარდამხარ ოსებიც იბრძოდნენ. დიდგორის ომშიც დავით აღმაშენებლის გვერდით 500 რჩეული ალანი იდგა. ოსებს დიდი წვლილი მიუძღვით თანამედროვე საქართველოს წინაშეც. მეცნიერებსა თუ ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად განსაკუთრებული მიღწევებით სპორტსმენები გამოირჩევიან. Володя, Утаев, молодец! ბევრი გამოჩენილი ოსი სპორტსმენი ყავდა, რომელიც საქართველოს სახელით იბრძოდა, იმიტომ რომ საქართველოს შვილი იყო და საქართველოს მოქალაქე იყო და ბუნებრივია ისინი საქართველოს სახელს იცავდნენ ყოველთვის, ასევე ფეხბურთელები, კალოები, უცაევი, ცხოვრებოვი და სხვაები. ძალიან ბევრი ოსი სპორტსმენი ასახელა საქართველოს. ყოველი წლის 15 ოქტომბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში სახალხო ზეიმი იმართება. დიდი ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადების დღეს იქ საგანგებოდ აღნიშნავენ. ჩვენ წელსაც ვიყავით იქ აღნიშნეთ კოსტაობა, იყვნენ მეზობელი რაიონებიდან მოსულები, ქართველები, ოსები, აზერბაიჯანელები, რომლებიც ასევე იქვე ცხოვრობენ. ანუ ეს ზეიმი გახდა ხალხთა მეგობრობის ზეიმი. ამას უკვე აღარ აქვს რაღაცა კერძო ხასიათი, ისევე როგორც კოსტა მართლა ხალხთა მეგობრობის მომღერალი იყო, მისმა ძეგლმა, მისმა ხსოვნამ სწორედ ასეთივე როლი ითამაშა იმ ხალხებს შორის, რომლებიც იქ ცხოვრობენ. კოსტა ხეთაგუროვს საქართველოსა და ქართველებთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა. იგი ვლადიკავკაზში ქართული სკოლის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ოსმა პოეტმა საჯაროდ არაერთხელ გაილაშქრა იმ რუსი ეგზარხოსების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებს შეურაცხყოფდნენ. კოსტა ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო. მეგობრობა მას სხვა ქართულ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთანაც აკავშირებდა. ჩვენი დიდი წინაპრები, მოღვაწეები საუკეთესო მაგალითს იძლეოდნენ, როგორ უნდა ემოგებრათ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებს. კოსტა ხეთაგუროვი და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები მიხეილ ყიფიანი, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი არაყიშვილი და სხვები სწორედ აი ამ მეგობრობის მაგალითს იძლეოდნენ. კოსტა ხეთაგუროვს კავკასიის საზოგადოებისათვის მიუწვდენია წერილი, სადაც წერდა, რომ როგორ შეიძლება, რომ ალექსანდრე ყაზბეგი, რომლის ნაწარმოებებიც ასე ძვირფასია ყველა მკითხველისათვის, ასე დღეში იყოს და მას დამხმარე არ ჰყავდესო. ასევე მამასა და გამზდერს უწოდებდა კოსტა ხეთაგუროვი მიხეილ ყიფიანს, რომელსაც მიუძღვნა ლექსები რუსულ ენაზეც და ოსურ ენაზეც. კოსტა ხეთაგუროვის ლექსების კრებულები საქართველოში მრავალჯერ გამოიცა. მისი პოემის ფატიმას მიხედვით კი კინოსტუდია ქართულ ფილმში ამავე სახელწოდების ფილმია გადაღებული. ოცი ხალხის ცხოვრება ისახა ქართულ ფილმში